საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გადავინაცვლებ. მოგესალმებით ქალბატონო ნათია, მადლობას გიხდით მობრძანებისათვის იმედის დილაში ბიზნეს ინსაიდერში და სწორედ SWIFT-თან დაკავშირებით მინდა დავიწყო, შევეხებით სხვა საკითხებსაც, მაგრამ იყო კონფერენცია, სადაც თავარი მოგზაურები ბრძანდებოდით, რამოდენიმე საინტერესო შეხვედრა, რომელიც მოვინიშნე, მათ შორის იყო Deutsche Börse გრუპის გლობალური კომპანიის წარმომადგენლებთან, ასევე CIPS-ის წარმომადგენლებთან, ტრანსსაზღვრო საგადახდო სისტემის, რაც ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენთვის. თუ შეიძლება თქვენ ვიზიტზე რომ გითხრათ და რატო არ გაქვთ ის SWIFT-ი? ამის შესახებ. SWIFT-ი არის ჩვენი საფინანსო სისტემის და საქართველოს ეროვნული ბანკის მრავალი წლის პარტნიორი, უმსხვილესი მესიჯინგის სისტემა, ასე ვთქვათ, საგადახდო სისტემა, რომელსაც დღესდღეობით იყენებენ ჩვენი ბანკები. ჩვენც ეროვნული ბანკი SWIFT-ზე ვეყრდნობით, როდესაც ჩვენი სავალუტო რეზერვების განთავსებას ვაკეთებთ, ინვესტირებას ვაკეთებთ და რამოდენიმე მიმდინარე პროექტიც გვაქვს მათთან. სრულიად ლოგიკურია, რომ ასე ვთქვათ, მსხვილ კონფერენციაზე, რომელსაც ისინი ყოველწლიურად ატარებენ, ეროვნული ბანკი გახდათ მაღალ დონეზე წარმოდგენილი, თუმცა მართლაც ეს პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი keynote speaker-ად, ანუ მთავარ სპიკერად, ასე ვთქვათ, მიწვეული იყო ამ პლატფორმაზე და სხვა ჩვენი ქართული ბანკებიც იყვნენ, სხვადასხვა საინტერესო შეხვედრა გაიმართა, იმიტომ რომ ამ პლატფორმაზე ერთმანეთს ხვდება არა მარტო SWIFT-ის პარტნიორები და SWIFT-ის კლიენტები, არამედ მთელ სოფლიოში გამორჩეული ტექნოლოგიური კომპანიები, საგადახდო კომპანიები და აი თქვენ SIPS-ი ახსენეთ, ეს არის ჩინეთის წამყვანი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო საგადახდო სისტემა, ისიც მოწვეული იყო SWIFT-ის მიერ და იქ შედგა ჩვენი შეხვედრა ასევე. რო დავუბრუნდეთ კონფერენციას და ჩემი გამოსვლის ძირითად პათოს და ალბათ ეს ხსნის იმ გაზრდილ ინტერესს ჩვენდამი. ეს არის, მე ვიტყოდი, საქართველოს სტრატეგიული როლის ალბათ ხელახალი გააზრება, რის ნიშნებსაც ხედავ მე ამაში. სტრატეგიული როლი საქართველოსი ცნობილია, ხა ჩვენ ისტორიულად ხიდის როლს, დამაკავშირებელი ხიდის როლს ვასრულებდით და ვასრულებთ აზიასა და ევროპას შორის. იქნება ეს ვაჭრობა, ინვესტიციები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკული დერეფანი და რა თქმა უნდა ფინანსები, რა თქმა უნდა საგადახდო სისტემა, რომელიც ამ რეალურ ეკონომიკას და ამ პროექტებს მიყვება. შესაბამისად, ახლა დღესდღეობით სოფლიოში ყველას ერთნაირად აწუხებს ის ტენდენციები, რაც არსებობს, რაც დაკავშირებული არის გეოპოლიტიკურ დაძაბულობასთან, კონფლიქტებთან, მთელ სოფლიოს გულისხმობ და რასაკვირველია ჩვენს რეგიონს. პირველ რიგში რაც ჩვენ გვეხება, ასევე სავაჭრო ომებთან, რომელიც იწვევს ფრაგმენტაციას, ანუ ჩვენ ყოველთვის გლობალური სამყაროს ნაწილი ვიყავით და ბოლო თემები, რომელიც ბოლო თემები კი ფრაგმენტაციას იწვევს და ამაზე საუკეთესო პასუხი, რაც ახლა რასაც ასე ვთქვათ, ხედავენ ეკონომისტები, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესი და რა თქმა უნდა, ჩვენც პირველ რიგში ეს არის რეგიონალური კავშირების გაძლიერება, ანუ რეგიონის შიგნით უფრო მეტი დაკავშირებულობა, დაკავშირებადობა, მათ შორის საქართველოს გავლით ევროპასა და აზიას შორის. და ამითი აიხსნება სწორედ ის მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ, საქართველოს მათ შორის საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ, თუ ასე ვთქვათ, ამაზე საუბრის შესაძლებლობაც მომეცა და რაც შეეხება უშუალოდ ეროვნულ ბანკს იმ პროექტების მიმართ, რასაც ჩვენ ვახორციელებთ საგადახდო სისტემის გაძლიერების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საგადახდო სისტემა უკეთ დაუკავშირდეს როგორც ასე ვთქვათ, მეზობელ ქვეყნებს, ასევე მთლიანად რეგიონის ქვეყნებს. სწორედ ამითი აიხსნება ის, რომ ჩვენ აი უკვე მესამე წელია ვაგრძელებთ მუშაობას ევროპის ცენტრალურ ბანკთან და ევროკავშირთან SEPA-ში, ანუ ევროს ერთიან საგადახდო სივრცეში გაწევრიანების მიმართულებით, ეს არ არის მარტივი პროცესი, რაც შეეხება, ასე ვთქვათ, მის ტექნიკურ მახასიათებლებს ჩვენ აქ ყველაფერს ზედმიწევნით შევასრულებთ, რა თქმა უნდა, დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ნებაც იქნება დადებითი, რომ სწორედ დამსახურებისამებრ იყოს გადაწყვეტილება მიღებული, ჩვენ პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის, ასე ვთქვათ, პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც გადავდგით, ამას მოყვა სხვა ნაბიჯი ნაბიჯებით, მათ შორის თუნდაც SIPS-ი თქვენ ახსენეთ, ეს არის ჩინეთის უმსხვილესი საგადახდო სისტემა. SWIFT-ი, რა თქმა უნდა, ძირითადი არის, ვინც ახლა ემსახურება ქართულ ბანკებს და ეროვნულ ბანკს სხვადასხვა ვალუტაში, მაგრამ სულ უფრო მეტი არის ჩვენსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის მოცულობა, ვაჭრობის დინამიკა მაღალია და იქ, სადაც საქმე ეხება უშუალოდ იუანში განხორციელებულ ტრანზაქციებს, რომ მხოლოდ იუანზე არის SWIFT-ისთან მიმართებაში საუბარი, აი ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა
თანამშრომლობა, ჩვენი ქართული ბანკები უშუალოდ გაწევრიანდნენ ამ სისტემაში, რაც დააჩქარებს და გააიაფებს ამ ტიპის ტრანზაქციებს, რადგან ბევრი შუამავალი რგოლი ამოვარდება. შედეგი უკვე მოგეხსენებათ, რამოდენიმე თვის წინ შევხვდით ჩვენ საქართველოში უმასპინძლეთ SIPS-ის პრეზიდენტს. ძალიან კარგი საქმიანი დამოკიდებულება, კარგი კავშირები ჩამოყალიბდა, ამაზე ჩვენ იქაც ახლა ფრანკფურტშიც SWIFT-ის კონფერენციაზეც ვისაუბრეთ. შედეგი უკვე ის არის, რომ ჩვენი საბანკო სისტემის დიდი ნაწილი არაპირდაპირ, ანუ თავისი ჩინური საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით, თავისი პარტნიორების მეშვეობით უკვე გაწევრიანებულია და რამოდენიმე ბანკი იწყებს მუშაობას, რომ პირდაპირ გაწევრიანდეს. პრინციპში არაპირდაპირ გაწევრიანებას უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ იქ სადაც იუანში არის ტრანზაქციები, ეს უფრო სწრაფად განხორციელდეს, უფრო ასე ვთქვათ, ხარისხიანად, უშუალოდ ამ სისტემაში ჩართვით, მაგრამ პირდაპირი წევრობა კიდევ უფრო მეტ უპირატესობას აძლევს და რომელ ბანკსაც აქვს სურვილი, რომ ასე პირდაპირ წევრობაზე გადავიდეს, SIPS-ი ჩვენი თხოვნით, ჩვენი შუამდგომლობით ძალიან გულისხმიერად ეკიდება ამას და აქ კარგი პროგრესი გვაქვს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ახსენეთ თქვენ, ეს არის ახალი პროექტი ჩვენი Deutsche Börse Group-ი, ანუ Deutsche Börse ჯგუფი და კონკრეტულად მათი შვილობილი კომპანია 360T. Deutsche Börse ჯგუფი ეს არის დიდი გლობალური საფინანსო კომპანია, რომელიც ისეთი ცნობილი საფინანსო კომპანიების რიგში დგას, როგორიც არის ლონდონის საფონდო ბირჟების ჯგუფი, ასევე NASDAQ-ი და ასე შემდეგ, მაგრამ კონკრეტულად აქ ჩვენთან მიმართებაში, ჩვენ მათთან თანამშრომლობთ, როგორც უმსხვილეს სოფლიოში ცნობილ კომპანიას, ვინც ტექნოლოგიურ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აწვდის სხვადასხვა სავალუტო ბაზარს, იმისთვის, რომ ორგანიზებული ვალუტით ვაჭრობა მოხდეს აი ამ ინოვაციური პლატფორმების მეშვეობით და უფრო გაფართოვდეს. ჩვენი იდეა არის, ჩვენი ჩანაფიქრი ისეთი, რომ გავხსნათ უფრო მეტად ორგანიზებული სავალუტო ბაზარი, ახლა თქვენ იცით, რომ ჩვენ Bloomberg-ის პლატფორმაზე ვაჭრობთ, იქ არის რამოდენიმე ათეული მონაწილე, მაგრამ Deutsche Börse ჯგუფის 360-ისთან თანამშრომლობით და მათგან მოწოდებული ინოვაციური გადაწყვეტილებით, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებით, გვინდა რომ მცირე და საშუალო ზომის საფინანსო კომპანიები, იგი იქნება ეს მიკროსაფინანსო, ონლაინ გადამცველი, ხო და სხვები შემოუშვათ ამ ორგანიზებულ ვაჭრობაში, იმიტომ რომ უფრო ხელმისაწვდომია, უფრო იაფიც არის მათთვის პირობები მიერთების და მონაწილეობის და კონკურენციაც მეტი იქნება და ჩვენი საფინანსო ბაზარი და მოსახლეობაც მიიღებს აქედან შედეგს, იმიტომ რომ მეტი ლიკვიდობა, მეტი ფული იტრიალებს ამ ორგანიზებულ ბაზარზე და შესაბამისად კონკურენციის შედეგად ვფიქრობთ, რომ უფრო ხელმისაწვდომიც გახდება ეს ტიპის ბიზნესი, ამ ტიპის ბიზნესი და ეს ტრანზაქციები. ანუ უფრო ვაფართოვებთ ორგანიზებულ სავალუტო ბაზარს. აი ეს მოკლე რო ვთქვა, თქვენ აღნიშნეთ საქართველოს როლის ხელახალი გააზრება, რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ასევე აღნიშნეთ ერთის მხრივ SIPS-ი, რომელიც ჩინეთთან გვაძლევს ამ ვაჭრობის საშუალებაზე, თან არ უნდა გავიწყოს, საქართველოს მართლაც ერთადერთი ქვეყანა კონტინენტზე, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ჩინეთთან ერთის მხრივ, მეორეს მხრივ DCFTA ევროკავშირთან და SEPA აღნიშნეთ ასევე ერთიანი გადახდის სისტემა, საგადახდო სისტემა ევროს შემთხვევაში, სადაც ასევე ჩვენი მხრიდან ზედმიწევნით სრულად იქნება შესრულებული და მართლაც საქართველოს საფინანსო ცენტრის როლსაც კიდევ უფრო მეტად შეითავსებს ამ ნაწილში. აუცილებლად მინდა გკითხოთ კერძო სექტორის მზაობაზე, კერძო სექტორში არსებულ ვითარებაზე. სულ ასევე რამოდენიმე დღის წინ ერთი კვირის წინ დაახლოებით ერთად ვიყავით ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, პანელზე, სადაც ქონა პატივი მოდერატორი ყოფილიყავით და თქვენი საუბრით ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებიც იყვნენ ხელმძღვანელები ბანკების ჩვენს პანელზე. როგორ ხედავთ საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებას, ასე რომ ვთქვათ, რომ შევხედოთ? პირველ რიგში არ შეიძლება არ აღვნიშნო ძალიან წარმატებული პანელი, რომელზეც თქვენ გიორგი მოდერატორი ბრძანდებოდით, გილოცავთ ასეთ წარმატებულ პანელს, მართლაც ძალიან მაღალი დონის პანელი იყო, ანუ ეკონომიკური გუნდი ვიყავით ასე სრულიად წარმოდგენილი, ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ორი წამყვანი ბანკის ხელმძღვანელი პირები, მაგრამ მანამდე ასევე ძალიან კარგი ფორმატი და ძალიან კარგი მსჯელობის საშუალება თვითონ ესე ვთქვათ მოგვეცა ყველას და მათ შორის ბიზნესს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით, როდესაც პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან უშუალო დიალოგის შესაძლებლობა ჰქონდა. საკმაოდ აქტიური და დაგეგმილზე ნახევარსაათი კიდევ გადაეცა. გასაკვირველია და ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან უშუალო
საუბარი იყო და ძალიან სასარგებლო. რაც შეეხება იმას, რომ ესე იგი ჩვენ ჩართულობა და თუნდაც ესეთი ფორმატების მეშვეობით ჩვენს ინდუსტრიასთან, საფინანსო ინდუსტრიასთან კონტაქტი, ჩვენ ისედაც პრინციპში ძალიან ასე ვთქვათ, ხშირად კონტაქტობთ, ის კი არა და წესი გვაქვს მიღებული, რომ ნებისმიერი რეგულაცია წინასწარ იყოს განხილვისთვის ბიზნესთან ასე ვთქვათ, გადაგზავნილი, წარმოდგენილი, მოვისმინოთ მათი კომენტარები, აქ უნდა ითქვას, რომ საბანკო ასოციაციაც გვეხმარება, ეხლა სხვა არასაბანკო ბიზნესებიც წამოვიდა, ვისთანაც ასევე ვცდილობთ, რომ მაქსიმალური კომუნიკაცია გქონდეს, იქნება ეს საგადახდო სისტემის ოპერატორები, პროვაიდერები თუ ვირტუალური აქტივების, კრიპტოაქტივების პროვაიდერები, ვისაც ასევე ვარეგულირებთ, ვარეგისტრირებთ და ვზედავხედველობთ. ზოგადად რასაკვირველია, ეხლა აქ არის ყოველთვის დიალოგის საფუძველი, იმიტომ რომ ბანკები თავის მოწოდებით ცდილობენ, რომ თავისი პორტფელი მაქსიმალურად გაზარდონ და რაც შეიძლება მეტი სესხი გასცენ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ზედავხედულობა გაუწიოთ და დავაკვირდეთ, რომ ხომ არ იწვევს ეს უპასუხისმგებლო ჭარბვალიანობას და აი ამ კუთხით გვაქვს ხოლმე ერთმანეთში საქმიანი კამათი, მაგრამ პრინციპში კონსენსუსაც ვნახულობ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სესხი იყოს დასაბუთებული, არ შეიცავდეს გადახდის რისკებს და არ იწვევდეს ჭარბვალიანობას. ახლა დღესდღეობით ჩვენ ამის ნიშნებს ზოგადად ვერ ვხედავთ, თუმცა ყოველთვის აუცილებელია ზედავხედულობა და რაც შეეხება ჩვენი საფინანსო სისტემის მდგომარეობას, ამაზე საშუალება მომეცა, რომ ესაუბრა თქვენს პანელზეც. დღესდღეობით ის არის ძალიან გამძლე, მედეგი სხვადასხვა შოკის მიმართ და აქ ესე ვიტყვი, რომ ჩვენი სიმკაცრეც თავის სიტყვას ამბობს, იმიტომ რომ ჩვენ ვთხოვთ და თავისი ნებაყოფლობითაც ბანკები ინარჩუნებენ საკმაოდ მაღალ კაპიტალის ბუფერებს, ანუ ის რეზერვია, რომელიც უნდა გქონდეთ მათ ყოველთვის, მაღალ ლიკვიდობას და აქტივების ხარისხი, ანუ აი სესხების ხარისხი, რასაც ქვია, ძალიან მაღალია, სულ 2.5% არის ეგრეთ წოდებული უმოქმედო სესხების პორტფელი, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი არის და უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ კაცრი ზედავხედულობა ამ თვალსაზრისით. აუცილებლად მინდა გითხოთ ბოლოს ძალიან ცოტა რო გვაქვს, მაგრამ ლარი 30-თან დაკავშირებით საკმაოდ ისეთ აქტივობებზე, ბევრი დამაზიანებელიც გამოვხდა, როგორც ხდება ხოლმე, ზოგს ასაკის გამო ავიწყდება, როდის რა იყოს, ზოგს ასე თქვა სხვა ხომიზეს გამო, მაგრამ ფაქტია, რომ ხედავთ აქტიურ კამპანიას და როგორი გაგრძელება აქვს და როგორი მიმდინარეობა აქვს ამ დინამიკას, მართლაც ჩვენთვის საამაყო ვალუტასთან გვაქვს საქმე ნამდვილად. რასაკვირველია, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ლარს შეუსრულდა 30 წელი, ასე ვთქვათ, ბრუნვაში გაშვებიდან და ჩვენ ვისარგებლეთ ამითი და კიდევ ერთხელ ერთმანეთს შევახსენდეთ ლარის ისტორია, საიდან დავიწყეთ, სად მოვედით და რა მიღწევები გვაქვს დღესდღეობით და მართლაც ლარი არის არა მხოლოდ ჩვენი ასე ვთქვათ, ძლიერი დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარების სიმბოლო, არამედ უკვე ძალიან ესეთი სანდო დაზოგვის საშუალებათაც იქცა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტები, ახლა თუ წლების წინ და უშუალოდ 15 წლის წინ სულ 20% იყო პირობითად ლარში დანაზოგი და კომპანიები და მოსახლეობა ძირითადად სხვა ვალუტებში, დოლარში, ევროში ინახავდა დეპოზიტებს. დღეს 50%-ზე მეტია სწორედ ლარში დანაზოგი, პირობებით საკმაოდ მიმზიდველია და ეს სწორედაც იმაზე მეტყველებს, რომ ლარი იქცა ძალიან სანდო დაზოგვის საშუალებად და ეხლა ამ ბოლო დროს ჩვენ უყურებთ, რომ ინვესტირების საშუალებათაც იქცევა და არა მარტო ჩვენთვის ქართველებისთვის, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, უცხოური ორგანიზაციებიც ინტერესს გამოხატავენ, რომ აი ლარში სხვადასხვა დენომინირებული ფინანსური პროდუქტი, ინსტრუმენტი გამოუშვან. ეგ მნიშვნელოვანია და ამიტომ ჩვენ წელსაც მიუძღვენით რამოდენიმე საერთაშორისო და ასევე ადგილობრივი ფორმატის ღონისძიება ლარს და ვისარგებლეთ ამ შემთხვევით და ყველგან საუბრობდით ჩვენს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, იმიტომ რომ ლარი ცალკე აღებული ვერ იქნება სტაბილური და სანდო ვალუტა, თუ არა მთლიანად ესეთი კეთილსაიმედო მაკროეკონომიკური მდგომარეობა. ძალიან დიდ ქალბატონო ნათია, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ლარის ამ 30 წლის იუბილეის თავზე და განსაკუთრებით ბოლო ერთ წლის განმავლობაში არაერთი ტურბულენციის დროს სწორედ თქვენი ხელმძღვანელობით ეროვნულ ბანკმა შეძლო პროცესი იუველირული სიზუსტით მართვა და სწორედ ამის დამსახურებას, გაზრდილი რეზერვების რაოდენობა, სწორედ ამის დამსახურება ლარის სტაბილურობის მაჩვენებელია, კიდევ ერთხელ რომ ასეთი ტიპის სანდო ვალუტა იყო და დიდი მადლობა თქვენ. მადლობა, თუმცა მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა და მისი მესურვება. სალკეროვნული ბანკიც ვერ მოახერხებდა ამას. დიდი მადლობა, დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია, ჩვენ დავუბრუნდებით პარასკევს.